ტემპერატურის მკვეთრი მატება და სასუნთქი გზების პრობლემა. აღნიშნული სიმპტომების შემთხვევაში პაციენტმა დაუყოვნებლივ სამედიცინო დაწესებულებას უნდა მიმართოს. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში H1N1 ვირუსის ეპიდემიის საფრთხეს ვერ ხედავენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ვირუსული შემთხვევების მატება მომდევნო კვირეებშია მოსალოდნელი. დღევანდელი მდგომარეობა ძალიან შორსავართ ეპიდემიური სიტუაციისაგან, არის 500-100,000 მოსახლეზე 500 შემთხვევა ეპიდემიური ზღვარი, ჯერ ამის ნახევრისთვისაც არ მიგვიღწევია, რა თქმა უნდა მოიმატებს შემდეგ კვირეებში, მაგრამ არ ველოდებით ეპიდემიურ გაგრძელებას. პანიკის საფუძველს ვერ ხედავენ ბორჯომის სამედიცინო ცენტრშიც. როგორც აქ აღნიშნავენ, პაციენტთა მიმართვიანობა მომატებული არ არის. ამჟამად ბორჯომის ავადმყოფოში მომართვიანობას არ მოუმატნია. საპანიკო მდგომარეობა მოსახლეობას ჯერჯერობით არ აქვს. ტალღა ცოტა მოგვიანებით იცის ხოლმე. ალბათ ერთ 10 დღეში, ერთ 2 კვირაში ესე. რასაკვირველია, უნდა მიმართონ ექიმს, თავისი ოჯახის ექიმებს, პირველადი დახმარებისათვის და უნდა განისაზღვროს ქრონიკული ავადმყოფების დიფერენცირება და მათ თუ რა ჭირდებათ, ეს უკვე ოჯახის ექიმი განსაზღვრავს. ბავშვებში რა მდგომარეობა? ბავშვებშიც იგივე ამჟამად ნამდვილად ჯერჯერობით ბორჯომში საპანიკო მდგომარეობა არ არის. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას ჰიგიენის ნორმების დაცვას და ჯანმრთელობის პრობლემის შემთხვევაში სახლში დარჩენას ურჩევს. რჩევა ძირითადი და პირველი არის ის, რომ ავადმყოფი უნდა იყოს სახლში. ან სამედიცინო დაწესებულებაში და მსუბუქი ავადმყოფები დადიან სამსახურში, სკოლაში, ისინი ავრცელებენ დაავადებას. ანუ ასეთები არ უნდა დადიოდნენ სასწავლო დაწესებულებაში ან სამსახურში. რაც შეეხება, თქვა, სხვა ეხლა არის ჰიგიენის მთავარი, ასე თქვა, დაცვა, ეს არის ხელების ხშირი დაბანა. ზიანი ამინდებია ძირითადად ხშირი განიავება, თქვა, სათავსების, სველი წესით დალაგება და ეს არის ძირითადი, ასე ვთქვათ, ესეთი ჰიგიენური წესების დაცვა.